თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა ორი ქვეყნის himnis შესრულებისა და საზეიმო მიღების შემდეგ სტუმარმა სამინისტროს შენობა დაათვალიერა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც მიხაილ ეჟელმა ქართულ თავდაცვის სფეროსა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიიღო. მომავალში სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა გაგრძელდება, განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ეჟელი საქართველოში 2 დღით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სამხედრო ნაწილებსაც მოინახულებს. Эти камеры очень долго работают, оказывается. Если существует 7 такой союзный, то здесь тоже мы стараемся. ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის იყო მნიშვნელოვანი, არის და რჩება. ჩვენ შეგიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ როგორც გითხარით, საუბრობთ მთელი სხვადასხვა საკითხებზე, როგორიც არის რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობები, ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ასე რომ ფართო სპექტრია საკითხების განსახილველი, რომელზეც გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში. ჩემი ვიზიტის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ განვიხილავთ რეფორმებს თავდაცვის სფეროში. ვიზრუნებთ სამხედრო ძალების საერთო ოპტიმიზაციაზე. ერთად არაერთი სწავლება გაგვივლია და მომავალშიც განვაგრძობთ კადრების გადამზადებას.